ამბავ ნახოთ როგორ შეასრულებს. კაპიტნების დუელია. კი ბატონო. შმეიხელი კარგია პენალტებში, იცის მოგერიება. ნიშანი სლოვენიელმა გამურბენი პაუზა ეს რა იყო? ძალიან ცუდად შეასრულა პენალტი რონალდომ, ანგარიში არ გახსნილა 0-0. გამოუცნო შმეიხელმა ისე დააყოვნა ადგილზე, ისე დააყოვნა რომ კარგი მოლოდინი სიმართლე გითხრა. არ ვიცი. ბევრს ალბათ არ ქონდა. კარიერაში მე მგონი ყველას დაამახსოვრა თავისი თავი, საერთოდ. რონალდო წოდება, კარში გავიდა, ანგარიში გაიხსნა. დაწინაურდა პორტუგალიის ნაკრები, მე მგონი ავტოგოლთან გვაქვს საქმე. ძალიან უცნაურად წამოვიდა ბურთი, ვერაფერს გახდა შმეიხელი, აიწელა, გადახტა, ყველაფერი გააკეთა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაიტანა პორტუგალიის ნაკრებმა, დიდი ჩავარდა ჰქონდა პირველი ნახევრის პერიოდში პორტუგალიას. ანდერსენს გვიჩვენებენ და მე მგონი სწორედ მანში აბდო თავის კარში. მათთვის ახლა ძალიან დასანანია რაც ხდება. ფაქტიურად აკონტროლებდა დანია მატჩის მიმდინარეობის. რა დაარტყა? საშინელება დაემართა ახლა. რონალდო ამ ხელაზე ახდა. და მე მგონი ისე დააბნია დანიელი მცველები რომ აი ესე ორი მცველი შეეჯახა ერთმანეთს. როგორ აიჭრა და მე მიწიდან ასხეტილიც ისე აიჭრა რომ კარში გავიდა. 10 წუთი და იწყებს ისე როგორც დაიწყო პირველი ტაიმი და უმატებს ნელ-ნელა. შორეულთან არავინ არ იცის და 1-1 გაათანაბრა დანიამ. ორი მატჩის ჯამში იგებენ დანიელები აქ კამათი მთავარ არბიტრთან ნახოთ საბოლოოდ რა ვერდიქტი დადგება, თუმცა შვენიერი მიმდინარეობა შეხვედრის და დანიელები ათანაბრებენ ანგარიშს. აგერ დანიელი გულშემატკივრებიც რა გოლი შეაგდო? წინვალე სწორედ კრისტენსენმა განაპირა მცველმა. იქ მენდესში წაიქცა და ამაზე აქვს პრეტენზია. კრისტენსენი პირველ ტაიმში როგორი ეფექტური იყო, ლეაუს ფეხი არ გაანძრევინა, ძალიან დამაჯერებელი, კედელივით იდგა და ეხლა გოლი გავიდა მსგავსად ზუსტად პირველ ტაიმში გასული ავტოგოლისა. უნდათ სულებლად გოლი. რონალდო დამატება გაიტანა. დაიწრება. საოცარი მომენტი იყო ჯერ ბრუნოს დარტყმული, ძელი და როგორი მახვილი კუთხიდან გაიტანა კრისტიანო. შეაგდო კრისტიანუმაც. კიდევ ერთხელ განმეორები ძალიან კარგად ჩამოათამაშეს. მასპინძლებმა გაუშვა ბრუნომ ძლიერესად მეიხელს ნახე, მოხდა და იდეალურად დაუვარდა ბურთი წინ რონალდოს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ურთულესი ამბავი იყო ასეთი მახვილი კუთხიდან დინამიკაში საჭიროებდა კონცენტრაციას, სიზუსტეს და კრისტიანომ რა თქმა უნდა იდეალურად გაართვა თავი ამისრებულ და მოცემულ მომენტს. რა თქმა უნდა ემოციები რონალდოსგან მოწინააღმდეგე სტადიონი ფეხბურთელები აქ რას აკეთებენ? მასპინძლები დორგუ და ისევ გაიტანა დანიამ. ერიქსენი 2-2 და 2 მატჩის ჯამში კვლავ გადიან წინ დანიელი ფეხბურთელები. სასწაული შეხვედრა აქ დანიის ნაკრებს და რამდენი ჯოჯოხეთი პორტუგალიას. რამდენი იწვალეს პორტუგალიელებმა და დიაშმა რა გააკეთა. ისევ შეცდომა ამჯერად დანიამ გამოიყენა ეს ყველაფერი თავის სასიკეთოდ და წინ გადიან ისევ დანიელები 2 მატჩის ჯამში 2-3 სკანდინავიელთა სასარგებლოდ აწამებს დანია პორტუგალიას. რასასწრია ერიქსენს. რაში ჭირდებოდა აქ ახლა რუბენ დიაშ ის რაც გააკეთა, ორი ფეხბურთელი ავიწროებდა, დორგუ მოიპარა, გააკეთა საგოლე პასი და ერიქსენმა ახლა აქედან აუცილებლად გაიტანს, ორი აზრი არ არის. აცილების ვარიანტი დაუშვებელი იყო და გააკეთა ის რაც უნდა გაეკეთებინა. 44 გოლი ერიქსენისთვის ეროვნულ გუნდში. ჩაწოდება საიდან? მეიხელმა მუშტებით გადაწყვიტა. ტრინკაუ! 3-2! რა მატჩი გვაქვს სასწაული
შეხვედრა არის. მარცხენათი რა გოლი გაიტანა ტრინკაუმ. ულამაზესი ბურთი შეაგდო შმეიხელს, ბურთის დაფიქსირება უნდა ეცადა. ძალიან ცუდად გამოიტანა და დაისაჯა ამის გამო. ეს ხვილი შედგა. ეს მატჩი შედგა და საოცარი გოლები ვიხილეთ. ნახე, პირდაპირ დაასვა ბურთი მეტოკეს. რომელთაც ყალობითაც დღევანდელი საღამო გრძელდება. კიდევ ერთხელ ტრინკაუმ იცის დარტყმა. მისი ძლიერი მხარეა. ერთი შეხებით ნახე სად გააწვრინა. მაგარი ბურთი გაიტანა შესაძლოა შემოსულმა ფეხბურთელმა. და სპორტინგის უცვლელმა შემტევმა გუნდურად იდეალურად ითამაშა. ის ნაკრებმა მთელი მატჩის მანძილზე დარტყმა. დამატება ტრინკაუ. დუბლი არის და გავიდა პორტუგალია კიდევ ერთი ბურთი მარტინესის ტრინკაუს სახით ეგრევე გადის წინ პორტუგალია. ტრინკაუს ზღაპარი გრძელდება. ხო, ცოტა გაუგებარი სიტუაცია იყო დანიელთა საჯარიმოში. სივრცეები გაჩნდა ტრინკაუს ზონა დროულად ვერ ჩაკეტა დორგუმ და ტრინკაუმ რო დარტყმა იცის ამაზე ვისაუბრეთ. ისი პირველი გოლის დროსაც და კვლავ მარცხენა ფეხით აიღო შმეიხელის კარი. ბრავო, ძალიან მაგრად ითამაშა. ჩამოღება კარგია. გადაცემა დამთავრდა ყველაფერი. გონსალო რამოში შემოვიდა, გაიტანა ჟოტას ასისტი და ყველაფერი დაასრულა პორტუგალიის ნაკრებმა ექსტრა ტაიმში 5-2 ორი მატჩის ჯამში 5-3. ამის მიუხედავად დანიას ქება და ქება ძალიან კარგად ითამაშა და ისტიანო ძალიან ბედნიერია. ეს კაცი შეეგუება ნელ-ნელა იმას, რომ ალბათ მაქსიმუმი იყო ის, რაც იყო კრისტენსენის გოლით გათანაბრებული. ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში. გონსალო რამოშმა ბოლო ორ გატანილ გოლში მიიღო. აქ არა, თავიდან არ იყო, არა. აქ არ იყო, მაგრამ იქამდე იყო. თითქოს ასიური თამაშგარის ამბავი ხომ არ იქნება? შეიძლება გადამოწმოს.